ალაძის საარჩევნო ბანერზე რიგით მეორე საგამოძიებო მოქმედება დასრულებულია. ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში არკვევდნენ, რა ზიანი მიაყენა ბანერს წარწერით ელენე ხოშტარია. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რუსული ოცნება ეს წარწერა მელიქიშვილის გამზირზე. კალაძის ბანერზე ხოშტარიამ მას შემდეგ დატოვა, რაც იდენტური წარწერის გამო 23 წლის სტუდენტი დააკავეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს. ბანერების ნაწილი წუხელ ჩამოხსნეს, დღეს კი ტერიტორიას პოლიცია იცავს. ტრამპი ამბობს, რომ ევროპამ რუსეთისგან ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მათი შემდგომი სანქციები იმაზეა დამოკიდებული, გაამკაცრებს თუ არა ევროპა შეზღუდვებს. სანქციები, რომლებსაც ევროპა აწესებს, საკმარისად მკაცრი არ არის. მე მზად ვარ სანქციები დავაწესო, მაგრამ მათ საკუთარი უნდა გაამკაცრონ იმის შესაბამისად, რასაც მე ვაკეთებ, თქვა ტრამპი. სუმის ოლქში ოკუპანტებმა რაკეტებით დაბომბეს მინდორი, სადაც მოსავალს იღებდნენ. თავდასხმა ბორომლიანსკას თემში მოხდა, დაშავებულია 11 ადამიანი, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. ჩეხეთმა პოლონეთში აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად 3 ვერტმფრენი გაგზავნა. ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ჩვენი პილოტები ახლო მომავალში დაიწყებენ პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვას, წერია ჩეხეთის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.